შემდეგ ელენე ხოშტარია. ქალბატონ სალომე, მოგესალმებით. მოგესალმებით ახლა. მოდით თქვენთანაც დავიწყოთ საუბარი ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ხაზგასმით. რა გზავნილია ერთი მხრივ წვრთნები, მეორე მხრივ თავად ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. მადლობს ახლა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. Რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც წვრთნების ჩატარება, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნები გაჩნდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნებოდა ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ რეგიონში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს კანდიდატი ტრამპის სხვადასხვა განცხადებები, რომელმაც თავის დროზე გამოიწვია შეშფოთება ნატოს წევრ სახელმწიფოებში და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ვიზიტი არის ძალიან მკაფიო გზავნილი იმის, რომ დღევანდელი უკვე ადმინისტრაციაში მოსული, ასე ვთქვათ, ახალარჩეული პრეზიდენტის პოლიტიკა არის საკმაოდ წყობრი და საკმაოდ თანამიმდევრული, რაც შეეხება ამ რეგიონს, რაც შეეხება ნატოში, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების როლს და მხარდაჭერას, რომელსაც ეს ქვეყანა გააგრძელებს იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც დღეს არიან, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აგრესიული რუსეთის ადმინისტრაციის მხრიდან. ის, რომ ვიზიტი დაემთხვა ასევე სანქციების მიღებას, რომელიც არის აუცილებლად უნდა აღინიშნოს უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციების, ასე ვთქვათ, სანქციების პაკეტი. ეს არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ძლიერი გზავნილი მხარდაჭერის და კარგია, რომ დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს მართლაც როგორც ჩანს ძლიერი მწყობრი პოლიტიკა, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ახლა როდესაც ჩვენ ვუსმენდით ხელისუფლების წარმომადგენელს, მე მგონი ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ თვითონ სამწუხაროდ დღეს ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი რეალური რესურსი იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საკუთარი პოლიტიკა, აქვს საკუთარი ხედვა და საბედნიეროდ ეს ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარდაჭერას, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, როდესაც ეს წვრთნები ტარდება საქართველოში, როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, რუსეთი ასევე ახდენს თავისი ძალების დემონსტრირებას. აი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, ამ ცოცავი ანექსიის მიმართულებით, რა შანსებს იძლევა, ვთქვათ, ასეთი ვიზიტები, ეს წვრთნები, ისე გამოდის, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ატარებს წვრთნებს, აქაც თბილისთან ახლოს ტარდება წვრთნები, ანუ ეს არის პოლიტიკური გზავნილი შეერთებული შტატების მხრიდან ერთი მხრივ და მეორე მხრიდან რუსეთის ძალის დემონსტრირება, რას ცვლის ეს ამ რეგიონში? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ განვასხვავოთ, ანუ რა შინაარს ატარებს წვრთნები, რომელიც ტარდება სუვერენული სახელმწიფოს თანხმობით და თანამონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ქვეყანა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მიზანი არის ნატოში ინტეგრაცია, თანამშრომლობს მათ შორის სამხედრო სფეროში ნატოს წამყვან სახელმწიფოსთან და იმ წვრთნებთან, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებში. ანუ ორი თვისობრივად განსხვავებულ საკითხზე არის საუბარი. საუბარი არის წვრთნებზე, რომელიც ეხმარება საქართველოს, რომ იყოს თავდაცვის უნარიანი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იქნება დასავლური, ასე ვთქვათ, სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი და საუბარი არის იმ სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ წვრთნებზე, რომელიც დღემდე ახორციელებს ძალიან სწრაფად გაღრმავებული ანექსიის პროცესს ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში რაიმე საგანგაშო ხდება, სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო აგრესიულად ცდილობს, ასე ვთქვათ, მათ შორის აი
აი ამ სამხედრო წვრთნების გზით დემონსტრირება გაუკეთოს საკუთარ ძალას ამ რეგიონში და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ძალიან ნათლად ხედავთ იმას, რომ საქართველო მარტო არ არის ამ თვალსაზრისით, რომ ის არის ნაწილი სწორედ დასავლური ცივილიზაციის და დასავლური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ღონისძიებების იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, მათ შორის ჩვენს რეგიონში და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ამომრჩევლისთვისაც, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რუსეთისთვისაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსეთის მიზანი სწორად არის, რომ სრული ჰეგემონობა დაიბრუნოს ამ რეგიონში და ჩვენს ქვეყანაზე მათ შორის და რა თქმა უნდა, მათ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ აქ იხილონ რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენლები მაღალი დონის ვიზიტებით ან რაიმე სახის ქმედითი თანამშრომლობით. მნიშვნელობა არ აქვს ეს სამხედრო სფეროში იქნება თუ რაიმე სხვა სფეროში. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ, ალბათ ამ რეგიონიდან განიდევნოს სრულიად დასავლეთი. ბოლოს შეკითხვას, როგორც არის ინფორმაცია, ოპოზიციასაც შეხვდება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, რა აქვს ოპოზიციას სათქმელი, თქვენს პარტიას მაგალითად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ, ასე ვთქვათ, განსხვავებით ხელისუფლებისაგან მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს შეუსრულებელ ხელშეკრულებას 2008 წლის 8 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან და რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების დიალოგში და ვაპირებთ, რომ ამაზე ვისაუბროთ, ისევე როგორც გაღრმავებულ ანექსიის პროცესზე და ასევე უნდა ვისაუბროთ ძალიან გახსნილად იმ საფრთხეზე, რომელიც ამ ქვეყანაში ექმნება ევროატლანტიკურ მომავალს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის პირობებში. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე 15%-ით შემცირდა გასული 4 წლის მანძილზე ნატოს გაწევრიანების მიზნისად მხარდაჭერა. ჩვენ ხედავთ, რომ გაძლიერდა რუსული პროპაგანდა და რუსული პოლიტიკური ძალები ამ ქვეყანაში. ხედავთ, რომ საკონსტიტუციო პროცესი გამოიყენება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ ქვეყნის წარმატებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოითხოვს რეაგირებას მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა და რა თქმა უნდა ვაპირებთ ასევე საუბარს იმაზე, რომ სამწუხაროდ აი ამ ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმების ხელწერა რეგიონში არის ერთი და იგივე. ისინი ცდილობენ, რომ პოლიტიკური სივრციდან განდევნონ ქმედითი ოპოზიცია, მათ შორის პოლიტიკური დევნის გზით ოპოზიციური ლიდერების და ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენს პარტნიორებს უნდა ესმოდეთ იმისთვის, რომ შეძლონ, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას და გააგრძელონ ეფექტიანი თანამშრომლობა ქართულ ხალხთან, იმიტომ რომ ეს არის ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები, არ არის ურთიერთობა კონკრეტულ ადმინისტრაციას და ხელისუფლებას შორის, ეს არის სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც 25 წელიწადი არის გადამწყვეტი ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ნაციონალური მოძრაობიდან მადლობთ. ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო. მოგესალმებით, ქალბატონ ელენე, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. ბოლო დროინდელი აქტიურობები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, მთელი რიგი განცხადებები